მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი ერაბ მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით, ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს და ღია წერილში ის მათ უსვამს შეკითხვას დანიაში მომხდარ ამბავთან დაკავშირებით. მე ვთხოვ პროდიუსერს, ეს კადრები თუ გვაქვს, ასევე რა მოხდა დანიაში. ღია წერილში კობახიძე ევროპულ სტრუქტურების ხელმძღვანელს მიმართავს კითხვით, როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს. კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროპული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა კაფიო პასუხს ელის, რა გერგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები, გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლოო შედეგი. ნუ თქვენ ხედავთ, რომ ეს იყო აქცია ერთ-ერთი ცნობილი მაერსკის, ასე ვთქვათ, საზღვაო კომპანიის წინააღმდეგ. აქტივისტები ამ კომპანიას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ისრაელის ომს უწყობს ხელს პალესტინაში და მათ ჰქონდათ ბლოკირებული კერძო კომპანიის შესასვლელი და აფერხებდნენ კერძო კომპანიის საქმიანობას და შესაბამისად პოლიციას ასეთ მეთოდებით მოუწია მათი გამოყვანა, იმიტომ რომ ისინი არ დგებოდნენ, ასე ვთქვათ, და ძაღლები მიიყვანეს და ხელკეტები დასხეს, რადგან არ დგებოდნენ ასე და სწორედ ამ ფაქტით არის აღშფოთებული ირაკლი კობახიძე. ამბობს, რომ ჩვენ რო გვედავებით მიტინგების დარბევაზე, აი ნახეთ დანიაში რა ხდებაო და ევროკავშირის ლიდერებს თხოვს პასუხს. თაზო დათუნაშვილი არის ჩვენი სტუმარი, ლეროს ლერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით თაზო. მადლობა განაცემაში მონაწილეობისთვის. რა სიტყვი ამ კადრებზე ჯერო? მოგესალმები ჩვენს მაყურებელს, მიეცით ბავშვებს წამალი პირველში ამას ვიტყვი. ხო, არაფერი ხა ამ კადრების კომენტირება ჩემი საქმე არ არის. მე საქართველოსი ვარ პოლიტიკოსი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმე არ არის აღშფოთება იმ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სადაც კანონის უზენაესობა რამოდენიმე საუკუნეა უკვე არსებობს, არ ვიცი მე ჰეროლდ მრისხანეს მე ალბათ იქ ეს მდგრადად არის. მე ერთადერთი მთელ ამ სიგიჟეზე მახსენდება ოღონდ სრულფასოვნად ქართულ კონტექსტზე და არა დანიის ამბებზე რაღაც აყროლდა დანიის სამეფოში მარცელიუსის ეს ცნობილი რაღაც დალპა ხო დანიის სამეფოში მარცელიუსის ეს ცნობილი სიტყვები ჰამლეტიდან საქართველოს იდეალურად აჯდება ეს მეფის აჩრდილის გამოჩენის ამბავი ხო სასაცილო არის ერთის მხრივ სასაცილოა იმისთვის აკეთებს რომ აი ეს შოკის მომგვრელი ეფექტი შექმნას რომ ჩვენ ახლა ვილაპარაკოთ რა მოხდა მაერსკის ოფისთან არავის ვინც ამ ქვეყანაში თქვენს გადაცემას ახლა უყურებს და უსმენს საკუთარ ავტომობილებში ძირითადად და ძალიან ბევრი ასეთი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ახლა რასაც ვიტყვი ყველა თავს დაუკრავს ამაზე არავის არ აინტერესებს რა მოხდა დანიის სამეფოში. ვინმეს თუ აინტერესებს რა მოხდა დანიის სამეფოში, რამე დაალპა თუ რამე აყროვდა, შეუძლია ჰამლეტი წაიკითხოს. რა ხდება დღევანდელ დანიის სამეფოში, ეს საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებს. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს, რომ 33%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგიის საფასური 1 აპრილიდან. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს, რომ ლარამდე და ლარზე მეტით გაუძვირდათ საწვავის საფასური 2 თვეა და არ იციან ეს ფული საიდან მოიტანოს. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი ამის წინამორბედი, აი ამ დანიის სამეფოში ულპება, იმის წინამორბედი, ეხლა ციხეში ულპება კორუფციის გამო, იმიტომ რომ ბაგაბაღების ბავშვების ფულს იპარავდა მისი ერთი დაქვემდებარებული, მეორე დაქვემდებარებული, მოხუცების ასადილოებიდან ფულს იპარავდა, მესამე დაქვემდებარებული ჯარიდან ფულს იპარავდა. ეს აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს. რა უნდა აჭამოს თავის შვილებს ხვალ? ეს აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს და ხედავს, რომ 5 თვეა აი ეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დალპაზეზეულად ატყუებს ჩვენთან ამ მოქალაქეებს და ეუბნება რომ ფასების დაკლებას რაღაცა კომისიით მოახერხებს და ბოლოს აღმოჩნდა რომ სუპერმარკეტში მოაქუჩეს რაღაც არსებული ფასდაკლებები და აი ეს გააკეთა ამ პრემიერ-მინისტრაო. ამიტომ ნამდვილად რაღაც დალპა დანიის სამეფოში და ეს დანიის სამეფო აქ ხდება ჩვენ თვალწინ და საქართველოა დღეს. დღეს რო დადგა პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი რო დაანონსდა მე მგონა რაღაც განსაკუთრებულ თემაზე თან ისე დაიწყო საუბარი რაღაცა წერილით ევროკავშირის ლიდერებს მიმართ ვიფიქრე პოლიტიკას ხომ არ ცვლიან თქო რაღაც უკან დახევას არ რაღაც ყურა გადგილო აი აწი რაღაცა დავლაგდეთ ამ დროს შეკითხვა და მე მახსოვს ეს
გადაცემა რო იყო, დანიიდან გირეკავთ კოკა-ყანდელს. მათი დანიაში პროპაგანდისტის კოკა-ყანდელშვილმა აქეთ დაიწყო დანიაში. ეხლა დანიაში ვრეკავთ ჩვენ და პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, ხო და რას ეს სამსახურება ეს თქვენ. იმას ხო რაც ჩამოთვალე, ეხლა ყველა არ გამიკეთებია ეს ჩამონათვალე, რაც ჩამოთვალე ეს არის თემები, სადაც საქართველოს რო აი ეს აფუთფუთდება ხოლმე და ზემოთ ამოდის, ხო და ეხლა საბრძოლო მექანიზმი რო აღარ არსებობს იმისა, რაც გააკეთეს, ხო ხუთი თვე საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს, აბსოლუტურ უმრავლესობას მათ ვისაც უწევთ ყოველდღიურად სურსათისთვის, საბადებელისთვის ბრძოლა, ამისთვის შრომა და ვისი, მოდი ესე ვთქვათ რა, მარტივად და პირდაპირ, ვისი ხელფასის და შემოსავლის 3/4 მიდის სურსათზე, აი ამ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას პირდაპირ 5 თვის მანძილზე დასცინოდა, აი ეს კაცი დასცინოდა, ატყუებდა, აი აბუჩათი გდებდა, ბოლოს 10 ლარიანი ხორცით ატყუებდა, მაგრამ მანამდე ატყუებდა, რომ არსებობს რაღაც კომისიები, არსებობს რაღაც OBHS-ი, SUS-ი, რომელსაც შეუძლია კომპანიებს შევარდეს, იქ რაღაცები იჩალიჩოს და ფასები დააგდოს. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი, აღმოჩნდა, რომ მთელი ამ 5 თვის მანძილზე ყოველ თვე ყველაფრის ფასი ისევ გაიზარდა. ეხლა ეს რაღაც ხოლმე გადაფაროს, ესეთ მარტივი არ არის, სინამდვილეში ყველაფერი პროპაგანდა არიფარება და როცა ადამიანებს ყოველდღიურობას მათ საკვებს ეხება და მათ სარჩოს და ციცოცხლის შესაძლებლობას ეხება საქმე, ადამიანებს ძალიან განიცდიან ამას. ეს არის მცდელობა ძალიან ისეთ ტრადიციულ ეხლა კოკა-ყანდელშვილზე ძველ ამბავს გავიხსენებ კიდევ უფრო, როდესაც არ ვიცი საბჭოთა საქართველოს პროპაგანდისტული ტელევიზია ამაყად მიმართავდა ხოლმე შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ ანჯელა დევისი უნდა დაეხსნა პატიმრობიდან, იმიტომ რომ უკან ონოთიშდა აი ეს ცინიზმი საბჭოთა დროინდელი, ამ ცინიზმის გაგრძელება არის, მეთოდები იგივე არის, ანუ ამ სიგიჟით, ანუ შეხედა გამოვიდა სიგიჟე თქვა. სიგიჟე, რომ დანიაში რაღაცას აკეთებენ, გათახსირებულებო თქვენ იმათ არაფერს არ ეუბნებით და ჩემგან გინდათ, ვერ ეღირსებით. აი ეს თქვა, იმისთვის რომ აი შოკი მოგურას თელ საზოგადოებას, რომ ებზე ლაპარაკობს საერთოდ და მოიცვას მთელი საინფორმაციო სივრცე ამან. ვერ მოიცვავს. ვერ მოიცვავს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე მილიონობით ქართველი ისე უყურებს და ელოდება ფასების დაკლებას. კომისია იქნება ჭირი თუ სიკვდილი. იმისგან მოითხოვს ფასების დაკლებას. საქართველოს მოქალაქეები ელოდებიან ქმედით ნაბიჯს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მაგალითად აქციზის გაუქმებას დროებით საწვავზე იმისთვის, რომ ლარი და 25 თეთრით გაძულებული საწვავი როგორმე ჩაასხან მანქანაში და აი ის შემოსავალი მოიპოვო, რომლის 3/4-საც გაძვირებულ სურსათში ხარჯავენ. აი ეს მოცემულობა არ იცვლება მოცემულობა, რომ ამ ქვეყნიდან ემიგრაციას მარტო უკანასკნელ 5 წელიწადში, ეს კატასტროფული რიცხვებია, მარტო 5 წელიწადში 22000-ზე მეტი მოსწავლე წყვეტს სწავლას იმისთვის, რომ ქვეყნის წარი სწავლდეს, ღმერთმა უწყის, რომ მოახერხებს იქ სწავლის გაგრძელებას, ანუ 22000, 23000 ბავშვი ქვეყანაში, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ ოჯახის სიწმინდე აღნიშნა, ოჯახის სიწმინდე და იმდენი ვაჟკაცობა არ ყოფნის, რომ 100 ოჯახი ყველაზე წმინდას რო იცავს ოჯახში ბავშვების სიცოცხლეს იმათ წამალი მიცეს. ან 22000 საქართველოს მოქალაქე ბავშვზე იზრუნოს, რომლის მშობლემაც ქვეყანა დატოვეს, იმიტომ რომ აქ გაუსაძლისია ცხოვრება. აი ეს მოცემულობა არ იცვლება. 6500-ით მეტი ადამიანი რო კვდება ამ ქვეყანაში ერთ წელიწადში 2025 წელს, ვიდრე იბადება, და კატასტროფული დემოგრაფია გვაქვს. ამას ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ვერ უშველის. ამას ოჯახის სიწმინდეზე სადღეგრძელოების ლაპარაკი ჭიქის გარეშე ხელში ვერ უშველის. ვერ უშველის უბრალოდ. ამას უნდა ქმედითი ნაბიჯები. და ეს ხალხი ხედავს, რომ ქმედით ნაბიჯებს არ დგავენ. ამიტომ ქმედითი ნაბიჯი გადაწყვეტა, რომ იმ ქვეყანას ეხა მოსთხოვოს რაღაცეები, რომელ ქვეყანასთან ჯერჯერობით არაფერი არ აკავშირებს. რომელ ქვეყანაში ეს პრობლემა არ არის შემოძვირფასო ბატონო მერაბ, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში ერთად შეიძლება პოლიცია გადასტომა გააკეთა. მე არ ვიცნობ, დღეს გავეცანი უბრალოდ იმავს. კი, შეიძლება გადააცილა ძალას და რაც უყურებ კადრებში ალბათ გადააჭარბა. ოღონდ არავინ რატო არ ეუბნება არაფერს დანიას, იმიტომ რომ დანია გამოცდილია იმაში, ფელს ევროპას, დანია გამოცდილი ყავს იმაში, რომ დანიაში არსებობს კანონის უზენაესობა. ანუ სასამართლო დანიაში დაადგენს რა მოხდა, რომელმა პოლიციელმა ვისი ბრძანებით გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დაისჯება ესეთი ადამიანი. რატო ეცით ესეც? იმიტომ რომ ასე ხდებოდა აქამდე დანიაში 10 წლეულების მანძილზე და არავის არ აქვს იმის განცდა, რომ ასე არ მოხდება ხვალაც. ამიტომ არავინ არ ეუბნება იქ და საქართველოში 300,000-ზე მეტი ადამიანი რო აწამეს რაღაცა მარშრუტკებში. კონკრეტული ცნობადი სახეები, პოლიტიკოსები სახელმწიფოები რო დაამტრიეს ისინი ჟურნალისტებზე, მოთარეშე რაზმებმა თავდასხმები რომ მოახდინეს, ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე დაპატიმრებულია 4 კაცი, ხო? ეხა ისიც იმიტომ, რომ თქვენმა კოლეგმა გურამ როგავა, მელისო ჯარეშუმა და სხვაებმა ჟურნალისტებმა გამოიძეს, ვინ იყვნენ ეს 4 კაცი, თორემ ამ 4 კაცის დაჭერას არავინ არ აპირებდა, ამბობდნენ, რომ საერთოდ არაფერი არ მომხდარა იქო. ამიტომ, როდესაც ასეთი ქვეყანა არის, მას თხოვს ხო ევროკავშირი, რომელსაც რაღაც ბერკეტი აქვს, იმიტომ
იმიტომ რომ ჩვენ კანდიდატი ვართ, ამას მოთხოვს, რომ ხალხო, ხომ მშვიდობით ხართ. თქვენ სასამართლოს კლანი მართავს და მართლმსაჯულება არ ხორციელდება უკვე წელიწადზე მეტია, არავითარი მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ ხორციელდება. და დანიას ეს პრობლემა არ უდგას. არ უდგას უბრალოდ კანონის უზენაესობა არის ფუნდამენტური რამ და ჩვენთან კანონის უზენაესობა ამ მართლა ზეზეულად მომპალ ხალხს გონიათ ის არის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტი შექმნიან რომლითაც ადამიანებს გაუკონტროლებენ Facebook-ზე რა უნდა დაწეროს და საჯარო ენა როგორი უნდა იყოს ის ხალხითან რომლის პრეზიდენტიც უბრალოდ რა ვიცი არც ეს წარმატებული ფეხბურთელი იყო ხა პერმოვის ფეხბურთი უყვარდა და იცის მისი არ წარმატებლობა მაგრამ პოლიტიკაში გავიცანით როგორც კაცი რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიიღეს დედის სისხლს იგინება ამითი გავიცანით ყაველაშვილს მეტი რა გაუკეთებია იმ დარბაზში ეგ კაცი გარდანიშნეს პრეზიდენტად ანუ პოლიციელები რომელიც დედის სისხლს აგინებდნენ მთელ მიტინგს გინებაზე აღარ არის ლაპარაკი ხარ შეურაცხყოფაც რომ ამხელა უბედურებაა პოლიციელის მხრიდან მაგრამ ხალხი galახეს იქ ამ ადამიანებს ღირსების ორდენები მიცეს ანუ მწამებლებს ღირსების ორდენები მიცეს კაცი რომელიც დედის გინებით მოვიდა პოლიტიკაში და დედის გინების მეტი არაფერი არ დაუტოვებია პრეზიდენტად დანიშნეს ეს კაცი და ეხლა გვეუბნები რომ დეპარტამენტი იქნება და ინას გაგიკონტროლებს ხო ამ დეპარტამენტზე მინდოდა შემდეგი შენთან რაზეც მესაუბრა რა ამ დეპარტამენტის შექმნა რა ასე ვთქვათ გზავნილია რა ნაბიჯი არის ანუ ხალხის შესაშინებლად არის თუ რისთვის არის ისინი ამბობენ რომ პირიქით პოლარიზაცია უნდა შევამციროთ ამით რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ არ გადავეკიდოთ და ასე შემდეგ რა ვიცი პოლარიზებას შევამცირონ უნდათ ალბათ ხო პოლარიზებას თვითონ ასე ამბობენ რომ თან შეიქმნება დეპარტამენტი სადაც პოლიციელები ესე ჩამოსკროლავენ ანუ სამსახური ექნებათ ასეთი Facebook-ის სკროლვა პოლიციელებს და სადმე თუ დაინახავენ რომ ვიღაცა იგინება რაღაცა უძებო ამას ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს იმის დედა სპეციალისტები რო იგი შორის ვინც ლარი გაუგაზურა მისი დედა აი ეს არის ყაველაშვილი ეს არის ყაველაშვილი ეს არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი ამ ქვეყნის პრეზიდენტი აი ამ კაცის პატრონი ხალხი ვის ენას უკონტროლებს რა პოლარიზაციის გაუკეთებაზე ლაპარაკობს მე რა ჩვენ ოჯახებში რეკავდნენ ჩვენი ოჯახის წევრებთან და მე გამონაკლისი კი არა ვარ ასობით ადამიანთან ათასობით ადამიანთან ოჯახებს უწიოკებდნენ ვიღაცა უკანასკნელი დონის ნაძირლები ღამე მათი პარტ აქტივი ის ხალხი რომელიც მათ ხარს უჭერს ახლა კონკრეტულად ვინ არის არ ვიცი გუშინ ძალიან ამაყათიჟდა ის ministris მოადგილე დარახველიძე 171 ისა რა ქვია პოლიციელი დაწვით და არაფერი აქვს 171 პოლიციელი იმეს რო დაეწვა ნახევარი საქართველოს ციხეში იჯდებოდა ეხა ერთი საქმე არ არის ამაზე აღზრული და აი ამას უწიფრად იტყუება ministris მოადგილე უწიფრად იტყუება ღია ეთერში ministris მოადგილე და ეს იყო და ის რო აი ეს უნდა დასაჯონ პირველ რიგში ეს უნდა დასაჯონ პირველ რიგში ის ხალხი როგორ ვერ დასაჯეს სახლებში დილის 4 საათზე რეკავდა დედაჩემთან, დედაჩვენებთან, მამაჩვენებთან, ჩვენს მეუღლეებთან და დედას აგინებდა. უშვერი სიტყვები და ემუქრებოდა რომ გვამს მიუტანდნენ ჩვენსას სახლში. აი ეს ხალხი როგორ ვერ დასაჯეს? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ამ ქვეყანაში? სამარცხვინოდ სასაცილო არის. და ეს გამოდის მდინარაძე და ეს უპორტფელო და უკაბინეტო მინისტრი როგორღაც თავის ხელფას სამართლებს იმითი რომ აქამდე თუ ქართული ოცნების პარტაქტივი წერდა ანონიმკებს კონკრეტულ ადამიანებს და ამის გამო მე ადმინისტრაციულად ციხეში სვავდნენ, Facebook-ზე შემაგინაო და Facebook-ზე ის მითხრაო, ხალხი რომელსაც გონიათ რომ ჩვეულებრივი სიტყვებია, რომ რაღაცა message box-ში ჩამჯდარი მოღალატეები, უსამშობლოები, ნაძირლები, არაკაცები, აი ეს ჩვეულებრივი ამბავი. აი ეს ხალხი, ვისაც ეს message box-ში უზით, ლაპარაკობს იმაზე, რომ დეპოლარიზაციას მოახდინონ, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართლოს შექმნიან, რომელიც ენას გააკონტროლებს. აუცი მაგ პრინციპით ისა რა ქვია ალბათ ყაველაშვილს უნდა აპირი ამოუკერონ. ხო, აქაც ასე მაგალითად მოყავთ რაღაც ასე ვთქვათ უცხო ევროპაში ასეა და ყაველაშვილს უცხო ხალხი საფრანგეთში ასეა. დაგგვინდა ქართულ ხალხს ამის პრობლემა არ ქონია. ქართულ ხალხს საჯარო ენის პრობლემა არ ქონია 90-იან წლებში მე რა ეს ხო გახსოვს კარგად. 90-იან წლებში მაშინაც კი, როდესაც პოლარიზებამ იმ დონეს მიაღწია, რომ ადამიანები ერთმანეთს იარაღი ესროლეს. მაშინაც კი სალაპარაკო პოლიტიკური საჯარო ენა ასეთი ბინძური არ ყოფილა, როგორი ბინძურიც არის ქართული ოცნების პირობებში. როგორი ბინძურიც არის. დედის გინება მოსულა პრეზიდენტის და რა ვიცი, ვიღაცას რომ ის დაუძახოს რაღაცა თალიბანი თუ რაღაცა რის გამოც, ვინმე დეპუტატმა გორდულაძემ რაღაცა მოსიარული არარაობა, ქალბატონ თამარ ჩერგორეიშვილს უჩივლა. კაცმა ქალს უჩივლა, რაღაცა მითხრაო. რაღაცა დაწერა ჩემზეო.
ან და ისინი ლაპარაკობენ ქართველობაზე, ქართველის იდენტობაზე, ვეფხისტყაოსნის ქართველის იდენტობაზე, არ ვიცი, ჰაგიოგრაფიის ქართველის იდენტობაზე, ქართველი გმირების იდენტობაზე ლაპარაკობს ტიპი, რომელიც რა ვიცი, ორბორტიან კასტუმში ზის და თამარ ჩერგოლეიშვილს უჩივლა, რომ აი ჩვენი რაღაცა თქვა ჩემზე. აი ეს კაცუნები ქმნიან თურმე რაღაცა ქართულ ტრადიციულ რეალობას და არ ვიცი, არ ბნელა ესე ამ ქვეყანაში. სასაცილოა, მართლა სასაცილოა. პირველი ვისით უნდა დაიწყონ, არის ის ადამიანი, ვინც დანიშნეს საქართველოს პრეზიდენტად. ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია. დაგინება პარლამენტში. გუშინაც ვიხსენებდი დიტო სამხარაძე, რომელიც ამით არის. ერთადერთი პარლამენტში რითიც არის. ყავლაშვილი პრეზიდენტი მაინც გახდა და დიტო სამხარაძე. მან ის დეც ვერ შეიგებს ესეერად რომ პრეზიდენტად დაინიშნა. შეიძლება რითიც არის. იგინება Facebook-ზე რა უყურებდა და მათიკაშვილის დარგვა ალაძე გენერალური მდივანი რომელიც მაღალმთიანი გამოქანებისკენ მოუწოდებდა ქართულ ხალხს და ნაძირალა მაიმუნებს ეძახის ჟურნალისტებს კალაძე რომელმაც მეტყველება არ იცის რომელსაც 300 სიტყვაზე მეტი მარაგში არ აქვს და ამ 300-დან 100 საგინებელი სიტყვაა ამად ეს ადამიანები ლაპარაკობენ საჯარო ენის გამოსწორებაზე. კატასტროფაა საჯარო ენის ისე გაფუჭება მართლა, როგორც მათ გააფუჭეს. ოღონდ ეს ხო ჩემი ბრალი არ არის. ეს ხო მათი ბრალია. მათი გენერალური მდივნის, მათი პრეზიდენტის, მათი დეპუტატების. რაზე ულაპარაკობთ? და მცდელობა რა არის? რომ არა ის მათი გინება მოსულა ეხა ეგ იქნება. თქვენ არ უნდა მაგინოთ. თქვენ არ უნდა მომაყენოთ შეურაცხყოფა. სინამდვილეში ეს არის ხალხის დაშინებისთვის და სინამდვილეში არის უდიდესი შიშის გამოვლინება, უსუსურების გამოვლინება, რომ არ არსებობს არგუმენტები, არ არსებობს პოლიტიკური რიტორიკა, არ არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც მათ ძუძს უმაგრებს იმისთვის, რომ დაიცვან თავის პოზიცია და პოზიციის დაცვას ცდილობენ იმით, რომ ვინმე ყმაწვილი გორდულაძე წავა და უჩივლებს ხან ჩერგოლეიშვილს, ხან სხვა ნებისმიერ ქალს, არ ვაქცენტირებ ამას, იმიტომ რომ ჩემთვის არ არის აქ ეს მთავარი, მაგრამ ვაქცენტირებ იმ გადმოსახედიდან, რა გადმოსახედიდანაც ეს ხალხი ლაპარაკობს. რაღაცა ფსევდო ტრადიციების. რო თუ ფსევდო ტრადიციების, რაღაცა ტრადიციაზე რომ ელაპარაკები და მეორე ხელით ანონიმ კაცს როწევ, რომ იმან ჩემზე ცუდი თქვა, იმ გოგომ ჩემზე ცუდი თქვა. რავი, ეზოში არ გაიზარდეთ, სახში არ გაიზარდეთ. გოგო დაანძმა არ ყოლ, დედმამიშვილი, რა ვიცი, ბიძაშვილი არ ყოლიათ. საიდან ამოძრენ მართლა ქვეწარმავლებივით? საიდან გამოძრენ, რომ სტერილურად იარსებეს აქამდე და ეხა შეუძლიათ, რომ საკუთარ ოჯახში, საკუთარ მეუღლეს ან დედას გაუპრაონ ეს ამბავი, რომ ქალს უჩივლე, თუდად მითხრა რაღაცა. უჩივლე, თამარ ჩერგოლეიშვილს უჩივლე, იქ რაღაც მითხრა. ან ნებისმიერ სხვას არ ვიცი. ხო? რა ვიცი. ჩვენ შეიძლება რაღაცა აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გქონდეს, მაგრამ ხო ფაქტია რომ ეგ გააკეთა. ხო ფაქტია რომ ესქნა. და აი ეს ხალხი რაზე λაპარაკობს ახლა რა ენის გასწორებაზე, კარგით რა. ანუ იქნება ეს ალბათ რაღაც მორიგი რეპრესიული მექანიზმი. რა თქმა უნდა, როგორც აი ახლა როგორც რა ვიცი, ტროტუარზე დგომა რამოდენიმე ასეული ადამიანის. ანუ აი გუშინ ჩავიარე და არაფერს შეუძლებელია დაიჭირეს 3 ანუკა ჟორჟოლიანი ხო აბსოლუტური ჩემი სოლიდარობა. ანუკა ჟორჟოლიანი. ხო თუმცა რომ არაფერში ჩვენ პოლიტიკური შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, ჩემი სრული სოლიდარობა ანუკა ჟორჟოლიანს და ნებისმიერ ადამიანს, ბუკა პეტრიაშვილს მანამდე ყველას, ვისი რეპრესიაც არის მიზანი, ვისი ფეხქვეშ გათელვაც არის მიზანი, ვისი შეშინდებაც არის მიზანი. ეს ხო ამას ემსახურება. რას უშლის ხო აი ერთი რაციონალური გადმოსახედიდან მეტყვი რას უშლის რუსთაველზე ადამიანები გზას აღარ კეტავენ და რას უშლის ტროტუარზე დგომა თურმე უშლის რას უშლის კომენტარის დაწერა ხო რას უშლის როცა საკუთარ თავის გჯერა როცა ის რომ მართალი ხარ რას დაგიწერს Facebook-ზე ოპონენტი რაში გაინტერესებს მაგრამ არ აინტერესებს და ლაივში მიდის ეს მერაბ ზუსტად აი ხა ესე ნამკანოს რო იღებენ მათი სახეები, მათი აქტივისტები, მათი პარტაქტივი, მათი თან დაახლოებული პირები ისევ ყველას მე, შენ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ვისაც ის არ მოწონს, ისევ გვაგინებენ, ისევ გლანძღავენ, ისევ უშვერი სიტყვებით, ისევ რაღაცებს იგონებენ. ლაივში ხდება ეს და რაზე ვლაპარაკობთ ეს მართლა აი რაღაცა დისტოპიურ აბსურდში ჯერ ხო არა ვარ. ამიტომ ამას გამოფხიზლება უნდა. მადლობა დიდი გადაცემისთვის თაზო დათუნაშვილი ლელო ძლიერი საქართველოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე შემოგვიერთება და მასთან ერთად უფრო პროფესიულ იურიდიულ ჭრილში ვისაუბრებთ ამ ახალი დეპარტამენტის დანიშნულება რა იქნება და სამართლებრივად რამდენად გამართულია ეს ყველაფერი.
აშასე რეზიუმე დაბრუნდა ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმადად შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი თან სასწრაფოდო გითხრა მამუკა მდინარაძემ და რომ ამ დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია იქნება ის, რომ სიძულვილის ენა გააკონტროლოს საჯარო სივრცეში, ну მათ შორის სოციალურ ქსელებშიც, შესაბამისად თუ ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს კანონის მიხედვით დასჯის ეს დეპარტამენტი, თან რაც მნიშვნელოვანია, აქ არ იქნება სავალდებულო ვინმე საჩივარი შეიტანოს ამ განყოფილებაში, რომ აიმე შეურაცხყოფა მომაყენეს მაგინეს ან რამე, თქვენ შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ პრობლემა ამის გამო, მაგრამ თქვენს მაგივრად იმოქმედებს სამართალდამცავი უწყება და პროაქტიულად ანუ ესე პოლიციელები ისხდებიან ამ დეპარტამენტში და მათ საქმე იქნება რომ ესე ჩამოსქროლონ Facebook-ი, მოძებნონ ვინმეს თუ აგინებს. ნუ სავარაუდოდ ალბათ უფრო ხელისუფლების მაგინებლებს მოძებნიან და მე ისინი დასაჯონ. თამარ ონიანი არის ჩვენი სტუმარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოდი თქვათ ჯერ სამართლებრივად თუ ახსნათ რასთან გვაქვს საქმე და ასევე პარალელებზეც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხელისუფლება ამას ამართლებს ყველაფერს ბრიტანეთში ასია, საფრანგეთში ასია, ჩამოთვალა დინარაძემ, სხვაგან ეს პარალელებიც რომ გავავლოთ, იქ რა ისჯება, ჩვენთან რა ისჯება და რა შეიძლება მოხდეს. მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ეს საკითხი სამწუხაროდ აქტუალური ხდება ქართული კონტექსტისთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც ინსტიტუციური ცვლილება გუშინ დაანონსდა, მანამდე 2025 წელს ჩვენ გვახსოვს არაერთი საქმე, როდესაც ესეთ მასობრივად დაიწყო საქმეების წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის საფუძველზე იმ ადამიანების მიმართ, ვინც სოციალურ ქსელში გამოხატავდა საკუთარ კრიტიკას კონკრეტული საჯარო პირების წინააღმდეგ, მათ შორის პოლიტიკოსების წინააღმდეგ და შემდეგ გვახსოვთ როგორც დასრულდა ეს საქმეები. ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა? მაშინ აღმოჩნდა რომ შეტანილი იყო ეს რამდენიმე ესე ვთქვათ საჩივარი, თუმცა ნუ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის საფუძველზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხლა ჩვენ ამას გვეუბნება, ამას აღარ დასჭირდება საჩივრის ესე ვთქვათ დაფიქსირება და სამინისტროში პროაქტიულად თავად დაიწყებენ. ბატონი გორდულაძე იყო ერთ-ერთ ეთერში. ხელისუფლების წარმომადგენელი რუსთავის ეთერში დებატებში და ოპოზიციის წარმომადგენელმა ვიკა ფილფანმა მას უთხრა რომ აი შენ რა კაცი ხარ რომ ქალს უჩივლე იმის გამო რომ რაღაცა ცუდი კომენტარი დაგიწერა და ეს რომ აიცილონ თავიდან რომ ვინმე მე არ უთხრას რომ დადიხარ და საჩივრებს წერო შემაგინეს რა რაღაცა ამის გამო საჩივარიც მოხსნეს აღარ გახდება საჯარო საჩივარი პირდაპირ მათ მაგივრად პოლიცია იმოქმედებს ასე ანუ ახლა ჩვენ აქ საერთოდ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად პროპორციული არის ის სანქციები, რომელიც აი ამ მუხრებში არის გათვალისწინებული და თქვენ ხა დასაწყისში იკითხეთ, რომ როცა აკეთებენ ესე ვთქვათ შედარებას და ამბობენ, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობა არსებობს მაგალითად ბრიტანეთში, საფრანგეთში თუ სხვადასხვა სახელმწიფოში, ეს რაზის ტენდენციად იქცა ხოლმე, რომ აი ჩამოთვლიან სახელმწიფოებს და ამბობენ, რომ აი იქ მოქმედებს ესეთი კანონი, ხო? როგორც აი რა ვიცი ერთ ადამიანს ავტომატურად არ შეიძლება ერთ ადამიანი ავტომატურად იყოს მეორე ადამიანის დონორი, არ შეიძლება ჩვენ ასე ავიღოთ ერთ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა და ვთქვათ, რომ მისი ავტომატური ტრანსპლანტირება ჩვენს რაღაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ავტომატურად გამოიწვევს დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა დაბალანსებას. ეს ასე არ ხდება და მათ შორის გასათვალისწინებელი არის ის ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. მათ შორის მართლმსაჯულების ინსტიტუტების მოქმედების სახით, ხო? რეალურად ჩვენ არ გვინახავს აი ბოლო პერიოდში არც ერთი საქმე, რაღაც აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ეს ასე ხდება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარადგენს აი ამ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა ოლქს, იქ შეიკრიბება სასამართლო, მოხდება ამ საქმის განხილვა და აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო რეალურად უდასტურებს აი ამ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფარდებს პატიმრობას ან აკისრებს მაღალი ოდენობის ჯარიმას და ჩვენ ამ შემთხვევაში საერთოდ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად გვინდა ისეთი რეგულირების ქვეშ ცხოვრება, ისეთი რეგულირების ქვეშ არ ვიცი ჩვენი სამართლებრივი ურთიერთობების წარმართვა, ხო, ეხლა რა ვიცი იურიდიული პერსპექტივით ვილაპარაკებთ, ჟურნალისტური პერსპექტივით თუ სხვა
სადაც ადამიანი კრიტიკის გამო შეიძლება დღეს არსებული კანონმდებლობით ციხეში წავიდეს 45 დღემდე ვადით და თუ განმეორებით ჩაიდეს 60 დღემდე ვადით. ან შეიძლება დაეკისროს სანქცია, მათ შორის 1500 ლარიდან ზემოთ ადმინისტრაციული ჯარიმის სახით თუ განმეორებით ჩაიდეს უკვე 2500 ლარიდან და ასე შემდგომ. ამაზე ვიმსჯელოთ და ამის პარალელურად ასევე დავსვათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა. რა ბედი ეწია იმ საქმეებს, სადაც კონკრეტული გამოხატვა საერთოდ აღწევდა სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციის სამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაციას. გულისხმობ მაგალითად 2024 წელს, როდესაც ასობით, ათასობით ადამიანს ურეკავდნენ ტელეფონზე და ემუქრებოდნენ, ხო? ეს რეალურად არ იყო მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფა, კი, იქ რაღაც შეურაცხყოფელი ტონებით ისმოდა ფრაზებით და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ქონდა იმდენად მასშტაბური ხასიათი, თან ესეთ კონკრეტულად ამორჩეული ჯგუფის ადამიანების მიმართ, რომლებიც იყვნენ ან პოლიტიკოსები, ან აქტივისტები, ან უფლებადამცველები, ან ჟურნალისტები, ისინი და მათი ოჯახის წევრები მას განგრძობადად იღებდნენ ამ ზარებს, ვინმე გამოიწია ეს საქმეები, შეასრულა პროკურატურამ საკუთარი როლი, შეასრულა საკუთარი როლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, ხო? ამიტომაც ახლა ამ საკითხებზე ცოტა ისეთ ფასადური ნამდვილად ფასადური არის მიდგომა კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან, რომ თითქოს ისინი ებრძვიან სიძულვილის ენას. არა, ისინი რასაც ებრძვიან, ეს არის განსხვავებული აზრი. ხო, აი სიძულვილის ენას როგორ განმარტავენ ეს არის ხო აქ მნიშვნელოვანი. ხო, კი, გასაგებია რომ სიძულვილის ენა ისჯება შეიძლება საფრანგეთშიც, ბრიტანეთში, რას კანონმდებლობა და ადამიანების ხედან ციხეში. იცით ეს მაგალითები თქვენ, ანუ რა განმარტება იქ სიძულვილის ენად და აქ რა შეიძლება იყოს როგორ მივიდა. ზოგადად სიძულვილის ენის რეგულირება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი ადამიანის უფლებათა სამართალში, იმიტომ რომ აქ ძალიან ვიწრო არის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას და უკვე სახელმწიფოს მიერ რეგულირებად ქმედებას შორის. როდესაც სახელმწიფო შედის გამოხატვის რეგულირებაში, მას სჭირდება ძალიან მკაფიო კრიტერიუმები და არა მარტო კრიტერიუმები. გამოხატვა არის ეს ისეთი მოვლენა, რასაც კანონმდებელი წინასწარ კაზუისტურად ყველა სიტუაციას ვერ მოაწესრიგებს კანონმდებლობით და არც უნდა მოაწესრიგოს. და ამისთვის მნიშვნელოვანი არის ძლიერი ინსტიტუტების არსებობა. ეს ამ შემთხვევაში გადის პირველ რიგში სასამართლოზე, ხო? როგორ განმარტავს სასამართლო ამა თუ იმ გამოხატვას, რას მიიჩნევს ის დასაშვებ ზღვრად, მაგალითად, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლება საყოველთაო ცნობილია ადამიანის უფლებათა სამართალში, რომ მოიცავს მათ შორის ისეთ გამოხატვასაც, რომელიც ვინმესთვის შეიძლება არ იყოს სესიამოვნო და მათ შორის გამოხატული იყოს ისეთი ფორმებით, რაც ყველასთვის მისაღები შეიძლება სულაც არ იყოს, ხო? ამიტომაც, როცა სიძულვილის ენის რეგულირებას ჩვენ ვეხებით, ეს ბუნებრივია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის საფუძველზე ვერ მოხდება, რომელიც დაამატეს გასულ წელს, რომელიც მათ შორის ხასიათდება იმგვარი ბუნდოვანი ჩანაწერებით, რომ ამაზე ეუთოდირსაც ჰქონდა შეფასება ამ საკითხზე და თქვა, რომ ეს მუხლი აი ამ განჭრეტადობის ელემენტს, რაც ყველა კანონისთვის, ხა მაყურებლისთვისაც ვინც შეიძლება არ იყოს ახლოს ამ სამართლებრივ სივრცესთან, რომ განმარტოთ ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ წარმართოს საკუთარი ქცევა კანონიდან გამომდინარე. ანუ კანონი უნდა იყოს იმდენად ცხადი, რომ ადამიანს მიუხედავად იმისა, იურისტი არის თუ არა ის, მისცემს კონკრეტულ გზამკვლევს, როგორ მოიქცეს ის, იმისთვის, რომ აერიდოს თავიდან ესა თუ ის სანქცია მაგალითად და ამ ნორმასთან მიმართებით ეუთოდირმა, რომელიც ამ შემთხვევაში არის სპეციალიზირებული ორგანო, რომელსაც ყავს ექსპერტები ამ სფეროში, თქვა, რომ ეს ნორმა ვერ გადის აი ამ განჭრეტადობის ხარისხში. ანუ ვერ გაიგებ, როდის შეიძლება დაარღვიო და ჩნდება თვითნებური გამოყენების უდიდესი რისკი, რაც ვიხილეთ. ну ეს თემა, ანუ საბოლოო ჯამში შეიძლება მიგვიყვანოს რეპრესიებამდე, ხო? ანუ ამისთვის გამოიყენოს ხელისუფლება. ეს არის რეალურად გაგრძელება იმ რეპრესიების ფორმებისა, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ხდება, ხო? ეს იყო პირველ რიგში ფიზიკური ძალის გამოყენება, მათ შორის ჟურნალისტებთან მიმართებით, ეს იყო შემდგომში უკვე გამკაცრებული კანონმდებლობა. კანონმდებლობაში ცვლილებებს ჩვენ ფაქტობრივად ყოველ საპარლამენტო განხილვის დროს ხედავთ, ხო? ეს ყოველ სეზონზე, ესე რომ ვთქვათ და ამ ცვლილებების მიღებას არ სჭირდება ერთ კვირაზე მეტი, უმეტეს შემთხვევაში დაჩქარებული წესით მიდის და ესეც პრობლემა არის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ შეიძლება, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში იღებდეს კანონმდებლობას იმგვარად, რომელიც უბრალოდ მიზანში იღებს მათთვის არასასურველ პიროვნებებს. ანუ ეს არ არის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა იმ მიზნით, რომ
ნეიტრალურად მოწესრიგდეს მაგალითად რაღაც კონკრეტული საკითხი, რაც ამ ინტერესთა დაბალანსებას ხელს უშლის საზოგადოებაში, არამედ კონკრეტულად ამ კანონმდებლობას მიზანში ყავს ამოღებული, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ხა ეს კანონი იმუშავებს სამართლიანად თუ იმუშავებს მე ორმაგი სტანდარტით, ხო? ანუ მარტო ხელისუფლების მაგინებლებს დაიჭერენ თუ ოპოზიციის მაგინებლებსაც დაიჭერენ, ასე თქვა დასჯიან. ხო, ჩვენ წინა ბლოკშიც ვისაუბრეთ, ხა მათ ყაველაშვილი იყო მთავარი მაგინებელი პარლამენტში, ყავთ თითო სამხარაძე, რომელიც ასე თქვა ერთადერთი საქმიანობა მისი ის არის, რომ Facebook-ზე აგინებს ოპოზიციის აქტივისტებს და ოპოზიციონერებს და არ ვიცი ხა ნახოთ საბოლოო ჯამში ეს როგორ გაგრძელდება. მაინტერესებს ზოგადად თუ შევხედავთ ამ წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა სტანდარტი ამ ქვეყანაში დღეს ყობახეთი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩვენ წინ ვართო ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და აი რა სადაც წავიდა ამ ხრივ ჩვენი ქვეყანა. ხო. კიდევ შედარებითობის და ამ კომპარატივისტიკის ნაწილს რო დავუბრუნდეთ, ესე იგი, როდესაც ახალი რეგულაცია მიიღება, რომელიც რაც შემზღუდავ ცვლილებებს თვალისწინებს, ამას მოსდევს ხოლმე ნარატივი, რომ აი ეს მოქმედებს მაგალითად ამა თუ იმ დემოკრატიულ სახელმწიფოში. და თუ აი მათი მიზანი რეალურად არის აი ეს სამართლებრივი კოსმოპოლიტიზმი. მაშინ აიღონ უნივერსალური რაც არის და უნივერსალური არის ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებები. რისი მონაწილეც საქართველოს არის. და შეასრულონ ყველაფერი ის, რასაც გვეუბნება ჩვენ მინისტრთა კომიტეტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს კურირებს. რასაც გვეუბნება ჩვენ გაეროს სახელშეკრულება ორგანოები, რომლებიც მიტოვებული კი არ ყავთ ეს ხელშეკრულებები, გარკვეული პერიოდულობით ისინი რეალურად აფასებენ ქვეყანა როგორ ასრულებს ამ ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებას და იქ წერია ისეთი ძალიან ვიწრო საკითხებიც კი, რა ვიცი, როგორი უნდა იყოს მაგალითად, არ ვიცი, ბავშვების წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე თუნდაც, ხო, ეხლა მიმდინარეობს პროტესტი დივიშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების კონკრეტული მედიკამენტებზე მათი წვდომის თაობაზე, ხო? მაშინ აი ამ კომპარატივისტიკას თუ აკეთებენ, უნივერსალური ადამიანის უფლებების ქოლგის ქვეშ შეხედონ ამას, ხო? ანუ ეს კონტრარგუმენტი ყოველთვის იარსებებს აქ. თუ კი რაღაც ამ ჭრილში შედიან, ესე ვთქვათ, ამ დისკუსიის და რაღაც დებატებს თუ დავარქვათ ჩვენ ამას. რასაც ფაქტია, რომ არ აკეთებენ. ხო, და ანუ ადამიანის უფლებათა სტანდარტი ბოლო 2023-დან დაიწყო და 24-დან ეს. 24 შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ თარიღად, როდესაც ჯერ გაზაფხულზე მოხდა რუსული კანონის მიღება, რამაც მიზანში ამოიღო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი რაღაც ძალიან მაღალი სისწრაფით განვითარდა უკვე 28 ნოემბრიდან, როდესაც გამოცხადდა ევროკავშირში მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და იმის შემდეგ ფაქტობრივად რაც მთავარი სამიზნე რაც ამ რეპრესიებს აქვს ამოღებული მიზანში ეს არის ინსტრუმენტული უფლებები. ანუ ის უფლებები, რომლებიც სხვა უფლებებს ხდის ქმედიც, ხო? და ეფექტიანს გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ასე. ხო, ნუ ყველაზე ნათელი გამოვლინება არის ეს ტროტუარზე ხალხის დგომის გამო ხალხის დაჭერა. ხო, ხა დღეს ამართან ანუღა ჟორჟოლიანი დაიჭერეს ამის გამო. ამას როგორ შეაფასებთ ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით? ტროტუარზე დგომის კანონმდებლობასთან მიმართებითაც ეს კომპარატივისტიკა იქაც ჩანდა პოლიტიკურ დისკურსში, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს ასეთი კანონმდებლობა, ხო? ფაქტი არის, რომ ძალიან შორს არის ეს ყველაფერი რეალურად სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებთან. აი ამ ტროტუარზე ხა არასამართლებრივი ენით რომ ვილაპარაკოთ და მარტივი რა ვიცი, ვეცადოთ რომ მარტივი ცვლადებით გავყვეთ ამ ტროტუარზე დგომის საქმეებში რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მოჰყავს ის მტკიცებულება, რომლითაც მაგალითად დაადასტურებდა, რომ იქ გამვლელებს ეშლებათ ხელი. ეხლა ამას რა სცენარში ვამბობ, ხო? თუ კი გამვლელების ინტერესი არის უპირატესი, კიდევ ერთხელ თუ დავუშვებთ ამ არგუმენტის ვალიდურობას, რომელიც ჩემი შეფასებით არ არის ვალიდური არგუმენტი, იმიტომ რომ პროტესტის გამოხატვისთვის, ამ უფლების რეალიზებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ის ადგილი, რომელ ადგილსაც დემონსტრანტები ირჩევენ. ხო, ეხლა მაგალითად, სადღაც სკვერში, ბაღში, სკოლის წინ შეიძლება არ იყოს რელევანტური იმ პროტესტის გამოხატვა, რომელიც მიემართება მაგალითად საკანონმდებლო ორგანოს, ხო? აი ამ რეალობაში, თუ კი ამ რეალობაშიც კი ჩვენ შევთვლით, რომ გამვლელების ინტერესი არის უპირატესი, ამ კადრებშიც კი არ ჩანს, რომ იქ რომელიმე გამვლელს ხელი ეშლება.
და ფაქტობრივად აი ამ რაღაცა დისტოპიური რეალობის გამო ადამიანებს უწევთ გაატარონ კონკრეტული დღეები იზოლატორში. რისთვის? აი ეს შეკითხვა რო დავსვათ. იმისთვის რომ უბრალოდ კრიტიკულ აზრს გამოხატავენ. ხო, ну, კი ბატონო, და არ ვიცი ხა, თან ჩვენ რას ვადევნებთ თვალყურს, ხო, რომ ყოველ რაღაც კვირაში, თვეში ერთხელ მაინც, ну, რაღაც ახალ შეზღუდვებს გვთავაზობენ და თან გვეუბნებიათ, რომ ეს ყველაფერი არის დემოკრატიული სტანდარტი. შესაბამისად და აი ამ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია მაგალითად ევროპულ გზაზე დაბრუნება. ასეთი კანონმდებლობით როგორ წარმოგიდგენთ? ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის განუყოფელი ნაწილი არის ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში და ეს მდგომარეობა ბუნებრივი არის, რომ არ ფასდება მხოლოდ და მხოლოდ იმ განცხადებებით და ასე ვთქვათ, იმ შეფასებებით, რასაც სახელისუფლებო ნარატივი აღხერებს, რომ თითქოს ყველაფერი შესაბამისობაში, არამედ ეს მოწმდება იმ ობიექტურ წყაროებზე დაყრდნობით, რომელიც რეალურად საკუთარი მანდატიდან გამომდინარე აფასებს ქვეყანაში როგორი ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი ორგანიზაციების ანგარიშები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების შეფასებები და ასე შემდეგ. ამიტომაც ძალიან რთულად წარმოსადგენია რაიმე გზაზე დაბრუნების პერსპექტივა ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების გარეშე და აი იმ მთავარი დაბრკოლებების მოხსნის გარეშე, რომელიც დღეს ადამიანის უფლებებს აქვს ქვეყანაში. და მათ შორის ეს არის ის, რომ თავად უფლებადაცვითი საქმიანობაც დევნის ობიექტი არის, ხო? ეხლა ის საკანონმდებლო აქტები, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, რუსული კანონის სახით და სხვა მასთან დაკავშირებული კანონების სახით არცად არ გამქრალა, ხო? დღეს ის აქ არის. ჩვენ ხედავთ ასე უფლებადამცველებს დაბარებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოკითხვებზე, რის გამო? იმის გამო, რომ ისინი მაგალითად კონკრეტულ მედიაში საუბრობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, ან იმის გამო, რომ ისინი ეთანამშრომლებოდნენ EUTHOS მოსკოვის მექანიზმს, რომელიც ასევე უფლებადამცველებთან თანამშრომლობის პირდაპირ ფორმატებს ითვალისწინებს. ამიტომაც თავად უფლებადაცვითი საქმიანობას ამ ქვეყანაში რაღაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ გამოწვევად განიხილება და ასეთ რეალობაში ძალიან რთულია იმ პოლიტიკური დისკურსის დაჯერება, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ რაიმე ფორმით წინ მივიწევთ. გასაგებია, მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის. თამარ ონიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მე გემშვიდობებთ 1 საათით 9-ის ნახევარზე დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე. ამამდე კი გიტოვებთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.